შობის პერიოდში ვართ მისი განკაცებისა და ჩვენ მოვისმინეთ არაერთხელ ეკლესიის ხმა, რომ განკაცება უფლის არის სიყვარულის გამომდინება მისი, რომ ღმერთმა თავსიდვა წოდება ძე კაცისა, რომ კაცს ეწოდოს ძე ღვთისა. ანუ მისი მოსვლა დედამიწაზე. ეს არის მისი აურაცხელი სიყვარული. ადამიანს მან ხელახლა მოუწოდა და მისცა ცხონების გზა. ერთი პატარა ქადაგება ამ თემაზე წმინდა იოანე ოქროპირისა და მინდა ეს დაიკითხოთ. რა გააკეთა ღმერთმა იმისთვის, რომ ყვარებოდა იგი. რა არ იღონა და რა არ მოიხმარა. ჩვენ შეურაცხავით ღმერთი, რომელმაც არაფრით არასდროს გვაწყენიდა, არამედ პირიქით, ურიცხვი და გამოუთქმელი სიკეთეებით აგვავსო. ჩვენ განვუდექით მას, როდესაც იგი გვიხმობდა და ყველა ღონით მიგვიზიდავდა თავისკენ, მაგრამ მან მაინც არ დავსაჯა, არამედ თავად გამოეხანა ჩვენსკენ, რათა გაქცეულები შევეჩერებინეთ. ჩვენ კი მას განვშორდით და ეშმაკს შეუდექით, მაგრამ ღმერთმა არც მერე მიგვატოვა. ათასობით შუამავალი მოგიგზავნა, წინასწარმეტყველი ანგელოზები, პატრიარქები. ჩვენ კი არა მხოლოდ არ მივიღეთ მისი ელჩები, არამედ შეურაცხავით კიდევაც მოსვლნი. ღმერთმა კი ამის მერეც არ მიიქცა ჩვენგან პირი, არამედ ვით გულმოდგინე და უარყოფილი მეტრფე ყველგან დადიოდა და ეუბნებოდა ზესას, მიწას, იერემიას, მიქიას, იმისთვისაც კი არა, რომ ბრალი დაედო ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი საქმენი გაემართლებინა. წინასწარმეტყველებთან ერთად იგი თავად იახლებოდა მისგან განშორებულებს. მზად იყო აეხსნა მათთვის ყველაფერი. თხოვდა, რომ დავლაპარაკებოდით და რა კი ყველაფრისადმი ყრუები რჩებოდით, იგი თავისთან დასაუბრად გვიწევდა. ჩემო ერო, ამბობდა იგი, რა გაგიკეთე და რით დაგაღვონე? გამეცი პასუხი, ბრძანებს წინასწარმეტყველი მიქია. ყოველივე ამის მერე ჩვენ დავყოთ წინასწარმეტყველი. ჩავხულეთ ისინი და ათასობით სხვა ბოროტება ჩავიდინეთ და რა მივიღეთ ამის სამაგიეროდ. ღმერთმა გამოგიგზავნა არა წინასწარმეტყველი, არცა ანგელოზი, არა პატრიარქები, არამედ თავად მისი ძე. მოვკალით ძეც ქვეყნად მოსული, მაგრამ ამან სიყვარული კი არ დაშლიდა, უფრო მეტად დააახსნა და ღმერთი მისი ძის მოკვლის მერეც კი კვლავ თხოვს გვევედრება და ყველა ღონეს ხმარობს თავისკენ რომ მიგვიზიდოს. და პავლეს შესახებ ქრისტესთვის უკვე ვიცით, ვითარცა ღმერთი გვლოცავს თქვენ მიერ გევედრებით ქრისტესთვის დაადგინით ღმერთსა. მაგრამ ამათგან არაფერმა არ შეგვცვალა, მაგრამ ღმერთი მაინც არ გტოვებს და ხან გენით გემუქრება, ხან სასუფევლებს გვირდება, რომ ამით მაინც მიგვიყვანოს თავისთან. ჩვენ კი კვლავ უგრძნობდი რჩებით, რა შეიძლება იყოს ამგვარ ხვესობაზე უარესი. ადამიანი რომ მოხსეოდა ასე, რომ სამუდამოდ დაემონებოდით მას
კეთილის ყოფილ ღმერთს კი ზურგს ვაქცევთ. ორა უზრუნველობა, გარიგი უმადურობა, ჩვენ ვინც მუდამ ცოდვებსა და მანკიერებაში ვცხოვრობთ, აკი როდესმე რაიმე უმცირეს სიკეთეს ვიზამთ, მაშინვე განუჟელ მონათა მსგავსად წვრილად გითვლით და მკაცრი სიზუსტით განსაზღვრავთ ამაზღაურებას. ზოგი საქმე ამე საფასურს მაინც იმსახურებს, მაგრამ შენ უფრო დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ იმუშავებ ისე, რომ ჯილდოზე არ იფიქრებ. გაწეულ სამსახურზე ლაპარაკი და მისი საფასურის გამოთვლა ხომ დაქირავებულ მუშაკს უფრო შეშვენის, ვიდრე გონიერ მსახურს. ყველაფერი ქრისტესთვის უნდა კეთდებოდეს და არა ჯილდოს ხატვით. იმიტომ გვემუქრებოდა გენითაც და საზღვრებელსაც იმისთვის გვიდებოდა, რომ შეგვიყვარებინა იგი. მას შევიყვაროთ ქრისტე, როგორც უნდა გვიყვარდეს კიდევაც. ამაშია უდიდესი ჯილდო, ამაშია სასופველი და სიხარული, ტკბობა, დიდება და პატივი. ამაშია ნათელი ულევი ნეტარება, რომელსაც ვერც სიტყვა გამოხატავს, ვერც გონება მისვდება. თუმცა არც კი ვიცი, როგორ გადავედი ამ ლაპარაკზე, ან რა გურჩევ ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს ხატვით აწყო მეუფებას, დიდებას არ თმობენ, არა ჩააგდონ მეგობა, თუმცა იმ დიდმა და სახელგანთქმულმა კაცებმა შეძლეს და მიაწიეს სიყვარულის ამ საზომს. ისმინე, როგორ გზნებარედ უყვარს ქრისტე პეტრეს. ის ურჩევნია სულსაც, ცხოვრებასაც, ყველაფერს. მაშინაც კი, როცა უარყო იგი საჟელის შიში როდიადირებდა, არამედ იმის შეგნება, რომ მიჯნურს განუდგა, რაც მისთვის ყველანაირ საჟელზე უფრო მეტი საჟელი იყო. და ეს ყოველივე მან გამოავლინა მანამდე, სანამ სულიწმინდის მადლი გადმოვიდოდა მასზე. ხშირად მიმართავდა ქრისტეს და კითხავდა, ვიდრე ხვალ და მანამდე ვისა მივიდე ჩვენ და კვლავ მიგდებდე შენ, ვიდ როცა ხვიდოდი. მოციქულთათვის ქრისტე ყველაფერი იყო და მათ არც ზეცა და არც ზეციური სასופველი არ ერჩიათ თავიანთ მიჯნურს. ჩემთვის შენ ხარ ყოველივე ეს, ამბობდა პეტრე. და რა გიგვირს, რომ პეტრი ასე არ იყო, ასე იყო ქრისტეს მიჯაჭვური, უსმინე ასამოს მოციქული. რამე თუ რაიძეს ჩემი სათაშინა და შენგან რა ვინებე ქვეყანასაზე და ეს სიტყვები ის შემდეგს ნიშნავს. ზეციური თუ მიწიერი არაფერი მინდა შენ გარდა. აი ესაა სიყვარული, ესაა მიჯაჭვურობა. ჩვენც თუ ასე გვიყვარება, მაშინ არა მხოლოდ აწმოს, არამედ მომავალსაც არაფერ ჩავაგდებთ ამ ჩვენს სიყვარულთან შედარებით. მისი სიყვარულით ვინეტარებთ და ამით სასופველსაც მოვიპოვებთ. მაგრამ განა ეს შესაძლებელიაო? იკითხავ შენ. თუ კი წარმოვიდგენთ, რამდენჯერ შეურაცხყოფეთ ღმერთს მისგან მიღებული ურიცხვის სიკეთის პასუხად, ის კი არ იშლიდა ჩვენს მობას. რამდენჯერ დავშორდით, მან კი არ შეგვიძულა, არამედ თავად გვიახლებოდა, გვეძახდა და თავისკენ მიგვიზიდავდა. თუ ყველაფერ ამაზე და ამის მსგავს საკითხებზე დავფიქრდებით, მაშინ შეგვიძლია ჩვენში ასეთი სიყვარულის ავაგიზგიზოთ. ღმერთს ხომ ჩვენ არაფერ შევჭირდებით და მაინც უცვალებლად ვუყვარვართ. ჩვენ კი უკეთესად გვჭირდება იგი, მაგრამ მისი სიყვარულს არ ვიღებთ. ამ სიყვარულს ფული გვირჩევნია, ან ადამიანური მეგობრობა,
ხორცის სიმშვიდე, ძალაუფლება და დიდება. ის კი ჩვენზე წინ არაფერს აყენებს. მას ერთი ძე ჰყავდა, ერთ არსი და საყვარელი და ისიც კი არ დაინადა ჩვენთვის. ჩვენ კი მას ბევრი რამ გვირჩევნია, მას განასამართლიანად არ გვერის გეენია და სასჯელი, თუნდაც რომ ორჯერ, სამჯერ, 1000-ჯერ უფრო საზარელი იყოს იგი. რა შეგვიძლია გავთეთ პასუხად, როდესაც ქრისტეს რჯულს სატანას ბრძანებები გვირჩევნია და უდიერად ვეკიდებით საკუთარ ხსნას, როცა ცბიერების საქმეებს ვაყენებთ იმაზე წინ, ვინ ჩვენ გამო ამდენი დაითმინა და განა რა პატიებას იმსახურებს ეს აქციელი, რა გამართლებას, არანაირს. მას ბოლოს და ბოლოს დავდგეთ მტკიცედ, ნუ გაგვიტაცებს ბობოქარი ნაკეტები, გონს მოვეგოთ და ვფიქრდეთ ყოველივე ამაზე და ღმერთს დიდება აღუვლინოთ ჩვენს საქმეთა მეშვეობით, რადგანაც არ გვარა მხოლოდ სიტყვები და ჩვენც დავთქვეთ მისეული დიდებით, რომლის მიღწევაც და გვიღიროს ყველას მადლითა და გასმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს მამისა და სულისა წმინდისა თანადიდება და უფლება და პატევი რაც გამარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აი პატარა რეზიუმი იყო ჩვენი საკითხავისა. ღმერთი ითხოვს ჩვენგან სიყვარულს, მან ამის გამო ადამიანს მოვლიდა მაცნეები, ჯერ ძველ აღთქმაში, მამამთვალები, პატრიარქები, ანგელოზები, ადამიანმა არ ისმინა უფლის ხმისა, ის მაინც ეურჩეოდა მას, სოდავდა, ჩადიოდა მანკიერებებს, იმრავლებდა სიბოროტეს, ცოდვებს, უფალმა თავისი მხოლოდ შობილი ძე მისცა ადამიანს, მასხოვარმა დედამიწაზე შობის შემდგომ ადამიანს უამრავი სიკრეთეები გაუკეთა. მკვდრები აღადგინა, ეშმაკეულები განკურნა, ბრმებს თვალისშინი მისცა, ვისაც ხელი ჰქონდა გამხმარი აღუდგინა, ვინც კოჭლი იყო სიარულის საშუალება მისცა, ვისაც კედელი ჰქონდა განწმიდა. აი ამის მიუხედავად ადამიანმა მაინც ის ჯვარზე გააკრა. აი ამდენი სიკრეთეების მიუხედავად, მაგრამ ღმერთმა მაინც არ მოიზულა ადამიანი. მას შემდგომში მოციქულები გაუგზავნა, ისინი ადამიანებს ასწავლებდნენ, უქადაგებდნენ, რომ ადამიანი გამოსწორებულიყო, ეთხოვა შენდობა ღვთისგან, ის დაბრუნებოდა ღმერთის სიახს, მაგრამ ადამიანებმა მოციქულებიც ახოცეს, ქვები ჩაქოლეს, ჯვარზე გააკრეს, ზოგს თავი მოკვეთეს, რა არ გაუკეთეს და აი მიუხედავად ამისა, უფალო ჩვენ მაინც გვაძლევს დროს სინანულისა. როცა ადამიანი სწოდავს და ჩვენი წოდები არის ძალიან მძიმე და უარყოფი, მას მეხსეულად არ მოსდევს სასჯელი. უფალი კიდევ აცდის, აძლევს დროს გამოსწორებისა. რომ მან შეინანოს, ღმერთ პატიებას თხოვოს, გამოსწორდეს, თქვას აღსარება, მოინანიოს. თავარი არის აღსარებაში, რა თქმა უნდა, სინანული, აღიარება და გამოსწორება. რომ ადამიანი უკან ცოდვას აღარ მიექცეს, არ მიტრიალდეს მისკენ. აი ეს
ძაფები რაც მას აქვს, როცა ცოდვას იზიდავს და იკრობს გადაჭრას. ღმერთი ადამიანს აძლევს აი ამის საშუალებას, რომ თუ შენ გაქვს და ჩვენ გვაქვს ცოდვები ძალიან ბევრი და მძიმე, და ჩვენი სამოსელი შემოსილია სისხლით ფერებით და თუ ადამიანი ნანობს, ის სპეტაკდება როგორც თოვლი. ის იწმინდავს ცოდვებს სინანობით. ადამიანს ეტევება ერთი თქმით, აი თუ თქვა შენ უამრავი რამ გააფუჭე, ლოკალი, იმრუშე, ავიცი, დააშავე ბევრი და ამბობ აღიარე, მე ვთო მაპატიე, შემინდე, შევწოდე და მე აი ამების გამოვასწორებ, შენ ეს გეპატიება. აი მეტი რაღა უნდა ხდეს ღმერთმა. აი მეტი რაღა უნდა იქნა უფალს. თავისი ძე, აი ეს ჩვენ შობის პერიოდში ვარ, თავისი ძე მოგვს ადამიანებს. კიდევ მინდა გავიმეორო, აი რა დააშავა ღმერთმა ისეთი, იესო ქრისტე, რომ შენ კაცო მას ჯვარი მოუსადე. აი, დაგაწყენა ეგეთი. კიდიქით, შენი მკვდარიშვილი გააცოცხლა. შიერი ყავი და დაგაპურა. წყუროდა დაგალევინა. ბრმა იყავი, თვალეშინი მოგცა. კეთროვანი იყავი, განწმინდა. აი მეტი რაღა უნდა გაიგებოს ღმერთმა. და შენ მაინც ეშმაკის ბრძანებას ემორჩილები. უფალი შენ გიმზადებს სასუფეველს, ცხონებას, მეტარებას, შენ მას თავისთან ყოფობას, შენ მას ზურგს აქცევ და ვინ გიმზადებს ჯოჯოხეთს, ტანჯვას, წვდიაც და თავად ეშმაკს არ უნდა ჯოჯოხეთში ყოფნა, შენ მას უჯერებ და მას ჯოჯოხეთში მიყვები. აი, სადღაა შენი გამართლება? სადღაა შენი მართალი არჩევანი? ამიტომ ჩვენ უნდა გამოვხიზდეთ. ეშმაკი ადამიანს რაღაცა ბურუში ამყოფებს ხოლმე. რაღაცა სიტყვებები ახლავს სოდვას თან ეშმაკისგან. რომ შენ ვეღარ მიხვდე და ვერ გამოვხიზდე. აი კაცი რომ ბურანშია, რაღაცა მიდის ხმაძილისკენ. ვერ ხიზდება. და აი შენ უნდა გამოვხიზდე, გაიხსენო რომ უფალმა შენ ამდენი წყალობი მოგაგო და თხოვს ერთ რამეს გამოსწორებას, შემოტრიალებას და მისი ცნებების აღსრულებას. და ღმერთმა ჩვენს ამის გადა მოგცეს, რომ მის ხმას უსმინოთ, ეშმაკის მანკიერებები ჩვენთან გავაგდოთ, შევინანოთ, გამოვსწორდეთ და ღმერთს პატიება ვსთხოვოთ. ღმერთმა დამლოცოთ და ღმერთმა დაგვრჩათ.